ის მონაწილეობის სარაჯიშვილის მეტროდან სულ ცოტა ხნის წინ დაიძრნენ და ისინი მიემართებიან ახლა გურამიშვილის გამზირზე იმყოფებიან, გაივლიან ამ ტერიტორიას და შემდეგ უკვე მივიდნენ თემქის პოლიციასთან. ამ ადამიანებს ახლა როგორც მაყურებელი კადრში ხედავს, ადგილზე აქტივის გამაძლიერებლები მოტანილია, ასევე დასავლეთმი ინსტრუმენტები და ესე ცდილობენ რომ საკუთარი ხმა გააგონონ საქართველოს მოქალაქეებს. მათი სათქმელი ახლა არის ის, რომ პროტესტი უნდა ისმოდეს თბილისის ყველა უბანში და თბილისის ყველა მხარეს და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. ამიტომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ თემქაზე სწორედ სარაჯიშვილის მეტროსთან დაეწყოთ ეს მსვლელობა, რომელსაც დაასრულებენ პოლიციასთან და ამ ადამიანების სათქმელი არის ის, რომ აპროტესტებენ პოლიციური რეჟიმის მიერ მიღებულ ძალადობრივ ქმედებებს და ასევე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ეს ადამიანები უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ მოქალაქეები დააშინონ ამ გადაწყვეტილებებით და არ მისცენ საშუალება ადამიანებს, რომ აქციებში, პროტესტში აქტიურად იყვნენ ჩართულები, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ეს ადამიანები გააჩერებას არ აპირებენ და აპირებენ ამ ბრძოლის უწყვეტად გაგრძელებას. გოსმის შეძახილები, ასევე ბანერები აქვს მოტანილი ამ ადამიანებს და შეიძლება ითქვას, რომ მათი სათქმელი არის, რომ უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს. ეს არის ამ ადამიანების მთავარი სათქმელი და რა თქმა უნდა, ასევე მათი ისინი უერთდებიან იმ ორ ძირითად მოთხოვნას, რასაც უკვე 52 დღეა საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ. ეს არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. მოკლედ, ახლა მსვლელობა ამ წუთებში მიემართება გურამიშვილის გამზირზე და როგორც გითხარით, საბოლოოდ დასრულდება თემქის პოლიციასთან, სადაც ეს ადამიანები კიდევ ერთხელ თავიანთ სათქმელს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ პოლიციური რეჟიმის გადაწყვეტილებებს, მათ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც უკვე 52 დღეა საქართველოს მოქალაქეები ხედავენ და ასე აპირებენ, რომ თავიანთი ხმა გააგონონ როგორც არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ასევე პოლიციურ ძალებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა სახლებში იმყოფებიან და შეიძლება ვინმე არ აპირებდეს ჯერ გამოსვლას და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მათი ხმა მიატყვნონ ყველა ადამიანს. მოთხოვნები არის მულევი, სამწუხაროდ მულევია, მაგრამ პირველი რასაც ვითხოვთ არის თავისუფლება რეჟიმის კვებს, სამართლიანობის აღდგენა და არჩევნები. ეს ჩვენი მსვლელობა არის პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ და იმ უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ, მართლა უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ, რასაც ვხედავთ ჩვენ, როგორ ასამართლებენ აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანებს. 52 ადამიანი არის უკანონო პატიმრობაში და დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებული. ჩვენი სასამართლო ყველა ვნახეთ ამ დღეებში პროცესებზე რა ტყუილის ბუდეც არის ეს სასამართლო. ამ სასამართლოს პირობებში ვერავინ ვერ იქნება გასამართლებული სისხლისამართლის საქმით და საერთოდ ვერანაირი საქმით. ჩვენი მიზანია, რომ ეს პროტესტი მოედოს მთელ თბილისს და არა მხოლოდ თბილის რეგიონებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენ წინაპირას უკვე გვქონდა მსვლელობა გლდანში. დღეს გვაქვს თემქაზე და ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ. წინააღმდეგობა არსებობს რეგიონებშიც. ჩვენ ვიცით, რომ არაერთ ადამიანს აკავებენ იქაც. ეხლა მიმდინარეობს ზუსტად კერენესებუას და მარიამ სიჭინაოს სასამართლო და სოლიდარობა მათ თბილისიდან. და გვინდა, რომ ყველა ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყანაში იქნება, იპოვოს სამართალი. 52 დღეა უკვე შეიძლება ითქვას, რომ არც მთელი საქართველოს მასშტაბით და შესაბამისად არც თბილისში არ დარჩა უბანი, სადაც პროტესტის ხმა არის მის მოქალაქეების. ამ შემთხვევაში არც თემქა აღმოჩნდა სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბნენ ადამიანები და თემქაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და ეს ადამიანები ახლა მსვლელობით მიემართებიან ხმაურით შეძახილებით. როგორც გითხარით, მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც როგორც ისინი ამბობენ, უსამართლო სასამართლომ დააპატიმრა და პატიმრობაში გაუშვა და ასევე მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. მათი საბოლოო ლოკაცია ამ შემთხვევაში იქნება თემქის პოლიცია, სადაც ასევე იტყვიან ამ გააპროტესტებენ ამ უსამართლო რეჟიმს და იტყვიან თავიანთ სათქმელს. ეს ადამიანები მოითხოვენ იქაც დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. მადლობა დიანა, ეს იყო დიანა ჩირგაძე.